გამარჯობა, შენ უყურებ ძვაკაც და როგორც იქნა დადგა ის მომენტი, როცა ესე ვიწყებ ამ ვიდეოს. ბოლო პერიოდში კარგახანი ვფიქრობდით, რომ რა გვექნა კონკრეტულად ამ ავტომობილისთვის, იმიტომ რომ ეს ავტომობილი ყველას გეცოდინება და გემასწორებათ. ეს არის ჩვენი ლეგენდარული 210, 4 და 3 8 ცილინდრიანი და ასე შემდეგ და ამ ავტომობილზე ძალიან დიდხანს ვიფიქრეთ რა უნდა გავიკეთებინა. თავიდან იყო ვერსია, რომ აგვეწყო off-road-ის მანქანად დაგველიფტა და ცუდ გზებზე გვერბინა ამ მანქანით. მეორე ვერსია გქონდა, რომ გაგვეკლასიკურებინა და რაღაცა გაუგებრობაში გავიჩნდეთ კიდევ ახლიდან. მესამე ვერსია იყო, რომ გაგვეტურბინებინა და ტურბინები даже ნაყიდი მაგასე მილაგია და 2 წელი დიდი ტურბინის დაყენებას ვაპირებდი კაპოტიდან ამოყოფას და ასე შემდეგ და კიდე ერთი ვერსია იყო, რომ უნდა გადაგვეჭრა და პიკაპად გავიკეთებინა. მაგრამ ამ ყველაფრის მაგიერ მოვიფიქრე ესეთი რაღაც. ეს ყველაფერი იქნებოდა ერთჯერადი გართობა ჩვენთვისაც და ერთჯერადი გართობა თქვენთვისაც ერთ ვიდეოს უყურებდით, გავერთობოდით და ჩაივლიდი და ეს ყველაფერი ისე რომ არავის არაფერი დადებით შედეგი არ ექნებოდა და ნახევარ საათიანი გართობა გამოგვიდოდა ყველას. მე ცოტა მეტი, თქვენ ცოტა ნაკლები. ამიტომ მოვიფიქრე ესეთი რაღაც. გადავწყვიტე რომ 210 გავაკეთო შეგვიძლია ის რომ ტექნიკურად ისედაც თითქმის გამართულია და სრულიად გავმართო. ვიზუალს რაც შეეხება, შეუცვალო ბამპერები, შევღებო მანქანა თავიდან ბოლომდე, გამოუცვალო სალონი, იმიტომ რომ დაზიანებულია მძღოლის სავარძელი და რაც გამოსაცვლელი იქნება თავიდან ბოლომდე გამოცვალო. ანუ მანქანა ავაწყო ისე, რომ იყოს იდეალური ავტომობილი, რომლითაც ყოველდღე შეიძლება გადაადგილება, კონდიციონერს რომ მოვთხოვთ. რომლითაც ყოველდღე შეიძლება გადაადგილება, ტექნოლოგიების ჩვეულებრივი გადის და ჩვეულებრივი დადის ავტომობილი. AMG-ს ბამპერებზე მინდა აწყობა და თუ ვიშოვე და ძალიან დიდი სურვილი და იმედი მაქვს რომ ვიშოვი, რომ AMG-ს ბამპერებზე იყოს თავიდან ბოლომდე, თუ ვიშოვე წესიერი მონობლოკები, მინდა რომ მონობლოკებზე დავაყენო. ანუ მოკლედ მინდა რომ აი ესეთი 210 ავაწყო. ესეთი 210 რო აიწყობა, ეს 210 გათამაშდება 100.000-ზე, როცა ავა არხი. იმისთვის რომ 210 მოვიგოთ და ესეთი აწყობილი 210 მოვიგოთ, ძალიან მარტივი რაღაც უნდა გავაკეთოთ. დღეიდან, რაც ვიდეო დაიდება არხზე, აბსოლუტურად ყველა ვიდეოზე უნდა დავაკომენტაროთ, მოვიწონოთ და არხი უნდა კონდეს გამოწერილი. ყველა ვიდეოდან აირჩევა 2 გამარჯვებული, რომელსაც სიმბოლურად გადაეცემა პერსონალურად მისთვის შექმნილი ძმაკაცის მაისური და ასევე მისი სახელი შეინახება და როცა 100.000-ზე ავა არხი, ეს ყველა სახელი რაც მანამდე გათამაშებულა, ყველა ერთად შეგროვდება, ჩაიყრება დოლურაში და ერთი გამარჯვებული მოიგებს 210 გამზადებულს, დამთავრებულს თავიდან ბოლომდე 8 ცილინდრიანი AMG პაკეტი გარედან. ნუ ახლა ვთქვათ AMG-ს ვერ გავხდით, მაგრამ გარედან მაინც როგორც მინიმუმ AMG იქნება და იქნება ისეთი როგორც უნდა იყოს. ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს და მაგ ყველაფერს რა თქმა უნდა გადავიღებ და განახებთ ამისგან როგორ შედგა მანქანა და მე მგონი ყველაზე კარგი ბედი იქნება ამ ავტომობილისთვის. აი ძალიან ბევრი ვერსია იყო რა, გაუბედურება, Mad Max-ის მანქანის აწყობა, აი ყველანაირი ვერსია გქონდა, მაგრამ ეს ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვერსიაა და ყველაზე კეთილშობილი ვერსია ამ ყველაფერთან ერთად. ამიტომ არ დაგეზაროთ, ვიწონებთ ყველა ვიდეოს, წერთ კომენტარს და ერთი კომენტარი ითვლება მარტო, ანუ ერთი და იგივე ადამიანის დაწერილი 9 კომენტარი ერთ ვიდეოზე არ ითვლება, თუმცა ყველა ვიდეოზე საერთოდ შეგიძლიათ დაწეროთ და 10 ვიდეოს გამარჯვებულიც რო იყოთ, 10 თქვენი ბილეთი ჩაიყრება იმ დოლურაში, საიდანაც 210 გათამაშდება. შესაბამისად, ანუ შანსი ყველას აქვს და ამ ყველაფერს ვაკეთებ, იმიტომ რომ მაქსიმალურად ყველას კონდეს შანსი იმისი, რომ მანქანა მოიგოს და ანუ მხოლოდ ერთი ვიდეოდან არ ავარჩიოთ გამარჯვებული რენდომაიზერი და უბრალოდ ანუ ერთ ვიდეოში ვიღაცას არ გაუმართლოს, ანუ ვინც ესე ყველაზე სწორად რომ მივხვდეთ რა, ვინც აქამდე ესე გვერდში გვიდგას და ვისთან ერთადაც მივალთ მაგას 1000-მდე და ერთად განვითარდებით, ის იმ ადამიანს მინდა რომ კონდეს მაქსიმალური მოგების შანსი და ეს მეთოდი ვიპოვე რომ მაქსიმალური მოგების შანსი ქონდა მაგ ადამიანს, რომელიც მუდმივად ჩვენთან ერთად არის და ჩვენთან ერთად იქნება მომავალში. რაც შეეხება და 200-ს. ერთი კიდევ ძალიან კარგი ამბავი მაქვს და ძალიან კარგ ამბავზე გადავიდეთ ჩვენს მეშვიდე სერიასთან, რომელსაც ამ ვიდეოში ვნახავთ. როგორ ჩამოვიდა, როგორი ჩამოვიდა და როგორი არის დღეს. ეს მანქანა ჩემთვის ჩამოვიყვანე თავიდან, ანუ ჩანაფიქში იდეაში ჩემთვის იყო ნაყიდი და თან კარგ ახლის წინ ვიყიდე, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ ავტომობილი ჩემს მაგას მივყიდე და ჩემს მაგასისთვის აიწყო რეალურად ეგრე გამოვიდა. მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ავტომობილიც და აქამდე რა ავტომობილებიც ჩამომიყვანია, ჩამოყვანილი მყავს იმ კომპანიით, რომელიც თქვენც ნანახი გაქვთ აქამდე რაც ჩამოყავდა, ჩამოყვანილი მყავს იმ კომპანიით, რომელიც დღეიდან ჩვენი არხის პარტნიორია და ერთად ძალიან ბევრ მაგარ რაღაცას ვაპირებთ. ეს კომპანია არის Lion Trans და Lion Trans ვინც არიცით, ნელ-ნელა გაგაცნობთ, იმიტომ რომ ყველამ უნდა იცოდეს, იმიტომ რომ Lion Trans არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია საქართველოს დღეს ავტოიმპორტის და უმეტესობა რაც კი საქართველოს ჩამოყვანები არიან, უმეტესობას ოპერირებას უწევს რეალურად Lion Trans და ეს სხვადასხვა ბრენდები რაც ვიცით საქართველოში, უმეტესობა მაგ ბრენდებისთვის Lion Trans ჩამოყავს ავტომობილები რეალურად, ანუ რეალურ საქმეს Lion-ი აკეთებს და აქამდე არ ქონდათ აქტიური მარკეტინგი, შესაბამისად
ამიტომაც ძალიან ბევრმა ადამიანმა არის ის ფიზიკურად ეს ყველაფერი, მაგრამ ნელ-ნელა ერთად ძალიან ბევრ რამეს გავიგებთ. და აქვე კიდე ერთი ძალიან მაგარი ამბავი მაქვს, ჩვენი ძმაკაცობა რომელიმე კომპანიასთან, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, იწყება და გრძელდება იმით, რომ ჩვენს გამომწერებს და ჩვენ მაყურებლებს ძალიან ბევრი კარგი ბენეფიტი ეძლევათ და ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი ბენეფიტი მაქვს ესეთი პირდაპირ თქვენთვის გამზადებული. ესე იგი, ვისაც ჩამოყავთ ავტომობილები, თუნდაც 1, 2 ან თუ მეტი მაგას არაფერი არ ჯობია, ამ შემთხვევაში მაქვს საშუალება, რომ Lion Trans-დან შემოგთავაზოთ დილერობა, რაც ნიშნავს იმას, რომ გექნება ძალიან მაგარი ფასი, დაზღვევაში არაფერს გადახდა არ მოგიწევთ და პირდაპირ ამერიკის კოპარტის აუქციონიდან იქნება თქვენი ავტომობილი დაზღვეული და კოპარტის სურათებიდან იქნება პირდაპირ დაზღვეული, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში Lion-ის პორტში როცა მივა ავტომობილი, იქიდან მეორე მესამე დღეს უკვე გემზე დევს და მოდის და ესეც ეგრეა წამოსული და ყველა ჩემი სხვა მანქანაც ავტომობილის ყიდვიდან მეოთხე დღეს ეს მანქანა გემზე იდო უკვე. ყიდვიდან, ანუ ყიდვისას რომ დავკლიკე და მოვიგე, მეოთხე დღეს გემზე იდო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, Lion-ი არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც საქართველოში აქვს თავისი ტერმინალი, ტერმინალში გულისხმობ ფოთში ტერმინალს, რომელშიც ავტომობილები ანუ სხვა კომპანიების რაც ჩამოდის, მიდის APM-ებში და სხვადასხვა ტერმინალებში და ყველას გვეცოდინება რამდენი ხანი იწელება იქიდან მანქანის გამოყვანა. Lion-ის შემთხვევაში მიდის კონტეინერები პირდაპირ Lion-ის ტერმინალში და ეს კონკრეტული მანქანა და ყველა დანარჩენის ჩამოყვანიდან ანუ გემირო პორტში შემოვიდა, მესამე დილით გამოვიყვანე, ანუ ძირითადად გემირო პორტში შემოდის, მეორე დღეს კონტეინერი იხსნება, იმ დღეს საბაჟო არ გაძლევს უფლებას რომ გაიყვანო და შემდეგ დღეს შეგიძლია გამოიყვანო. ძირითადად პორტში შემოსვლიდან მესამე დღეს მანქანა გამოყავს ხოლმე და რაც კი აქამდე ჩამოსულა, ყველა ეგრეა გამოყვანილი. მათ შორის ჩვენ რას თუ აქტიურად უყურებთ, E70-ის გეხსოვებათ, რომელსაც ფოთში ვაკეთებდით ბენზინი, რომელშიც ესხა დიზელის მაგიერ, ეგეც Lion-ის ტერმინალთან ვიდექით და იქ ვაკეთებდით და Lion-ით იყო ეგეც რა თქმა უნდა ჩამოყვანილი და მოკლედ ის რაც მქონდა აქამდე მე, შემიძლია რომ მივცე ამ შემთხვევაში უკვე სხვებსაც, რა თქმა უნდა, ეხლა აქ არ დავიწყებ ბალაბოლსტვას და რეალურად ჩვენთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება ის, რომ ჩვენი დახმარებით გახდეთ Lion-ის დილერები, მაგრამ ძალიან მაგარ ფასს და პირობებს შემოგთავაზებთ ის, რაც აქამდე რეალურად არავის არ ქონია. აქვე ის გაითვალისწინეთ, რომ Lion-ი არის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ქართული კომპანია, რომელიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გასცემს ეგრეთ წოდებულ კოდებს, აუქციონზე მონაწილეობის უფლებას და ეგ ძალიან დიდი პლუსია ჩემი აზრით. იმის გარდა რომ უამრავი სხვა ბევრი პლუსი არსებობს, რომელსაც ნელ-ნელა გზადაგზა გაგაცნობთ აუცილებლად. მოკლედ, თუ ავტომობილებს ყიდულობთ ამერიკაში, არ აქვს მნიშვნელობა რამდენს 1-2 ძმაკაცისთვის, მეზობლისთვის თუ 50 კაცისთვის თუ 100 კაცისთვის, ძალიან მეეჭვება რომ ვინმე ოდესმე ამაზე უკეთესი პირობები შემოგთავაზოთ, რისი შემოთავაზებაც ეხლა მე შემიძლია, შესაბამისად შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ამ ნომერზე, ან პირადში მოგწერეთ Facebook-ზე, ან ამ ნომერზე დარეკეთ, დანარჩენს მე გაგიწევთ კონსულტაციას ყველაფერს. კიდე ერთი უზარმაზარი პლუსი იქნება ის, რომ პირდაპირ Lion-თან ურთიერთობაში ძმაკაცი იქნება თქვენს გვერდით ყოველთვის და რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხები, სადაც ჩემი ჩართულობა გახდება საჭირო, აუცილებლად მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველას გვერდში დავუდგე, როგორც აქამდე ვედექი სხვა საქმეებში და ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც სწორია და როგორც საჭიროა და არა ისე, როგორც უმეტეს შემთხვევაში სხვაგან ხდება ხოლმე. მოკლედ, ეხლა გადავედით იმაზე, რა ჩამოგვივიდა, როგორ ავაწყეთ და დავიწყოთ ნომერი პირველი ავტომობილის ჩამოღება ევაკუატორიდან. გამარჯობა, შენ უყურებ ძმაკაცს და დღეს კიდევ ერთი საინტერესო ავტომობილი ჩამოვიდა. ეს მანქანა ჩემთვის მქონდა ნაყიდი, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ გაყიდვა უწევს, იმიტომ რომ მას მერე სამი მანქანა გამოვიცვალე, იმდენი ხანი იყო ეს გზაში. ნახე რაში გვაქვს საქმე. აქ რომელიღაც გიტარა უნდა გქონდეს მოწყვეტილი, რომელიც მაგრად კიდია. ეგია, ეგ. არა, ეგია. რომელი გიტარა? ეს გიტარა მოწყვეტილი. წინა? ეს? მე ამაში ხა ვბობღდები რამენაირად. მიდი მინდა. მოკლედ, ავტომობილი ჩამოყვანილია. და ეხლა ამოვიღებ აკუმულატორს, შევიტან დამტენზე და ხოლმე დილიდან ვიხედავთ ამ ავტომობილს. ნახოთ რა გამოგვია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღეში ავაწყო და გამოვაგო. ნახოთ. მოკლედ, როგორც თქვი, ეს ავტომობილი ვიყიდე იდეაში ჩემთვის 90-ს როცა ვყიდდი და 90 უკვე გადაწყვეტილი რო იყო რომ უნდა გაყიდულიყო, მაშინ შევიძინე ეს ავტომობილი ამერიკაში აუქციონზე და მე-7 სერია სხვათა შორის ანუ ძალიან მინდოდა რომ მეყიდა ჩემთვის, იმიტომ რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში აი ამ გაბარიტებით 90-დან გადმობობღება და უკან ჩაბობღება არც ისე სასიამოვნო პროცედურაა და თან წილკნის გზაზე რო გიწევს ყოველდღე სიარული, სასურველია ცოტა რბილად დადიოდე, ვიდრე 90-ით დადიხარ პადვესკიანი
მქონი 90-ით. შესაბამისად, გადავწყვიტე რომ მე-7 სერია მეყიდა, ну ან S-კლასში ან მე-7 სერიაში მქონდა არჩევანი ამ შემთხვევაში და მაინც მე-7 სერია ვამჯობინე ჩემთვის. შევიძინე ეს ავტომობილი და სანამ ეს ავტომობილი გზაში ჩამოვიდა, მანამდე გაიყიდა 90-იც, ვიყიდე სხვა ავტომობილიც, რომელსაც აუცილებლად ანუ გასაცოცხლებელია ის ავტომობილი, რომელიც ვიყიდე და გაჩვენებთ თავიდან ბოლომდე მაგ ავტომობილის ანუ გასაცოცხლებელი ავტომობილი დადის, მაგრამ ძალიან ბევრი ესეთი ტკივილები აქვს და მაგ ავტომობილს ცალკე გადავიღებ და ცალკე გაჩვენებთ თავიდან ბოლომდე რა ვიყიდე და როგორი გამოგვივიდა საერთო ჯამში და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეგ იქნება ის ავტომობილი რომელიც მინდოდა რომ ყოფილიყო და მივიყვან მაგ კონდიციამდე, მაგრამ ეგ უკვე ამ ვიდეოში არა, შემდეგ ვიდეოში იქნება. დაუბრუნდეთ მე-7 სერიას, მაგრამ ეს ავტომობილი შევიძინე, ჩამოვიდა პორტიდან გამოვიყვანე ევაკუატორით და ჩამოვიდა წილკანში. შევაგორეთ ბოქსში მეორე დღეს და დავიწყეთ ავტომობილის კეთება. აი გეყო. შუშიდან ვერ ჩავალთ? სადაა აკუმულატორი ამას? ნახე რა უნდა ვქნათ ახლა ჩვენ ამას რომ დავქოქოთ სიმსოც რა. ზედმეტად მალე უნდა წახვიდე, იმიტომ რომ ეს არის რა ქვია. წყალი არა გვაქვს სისტემაში რა. უცბად უნდა ვქნათ ყველაფერი. და იმისთვის რომ უცბად ვქნათ, პერემიჩკები უნდა ააძრო, ეგრევე მოვაცილო და გაგაზო მანქანით. რომ წამოსვლა შევძლო. ოღონდ ნახე ახლა თან აქეთ უნდა დადგე. რომ ააცალო და მოხიო. თან კაპოტიც უნდა დაიჭირო. კაროჩე, მაგა ერთული კომბინაცია გაქვს ხა რა. 1-2 კაცი რო კიდე იყოს და 3 ხელი კიდე გქონდეს, მაგრა გაასწორებ. ზეთი მაინტერესებს, კვალი და ხო ზევიდან არის. აშკარად მაკედან არის ნაწვეთი და მიდის და ამაზე მოდის და აქედან მერე უკან მოაქვს. ოკეი, ეგ გასაგებია, იმიტომ რომ კარტერი სუმშრალია. არ არის სული, იქოცული, სობელია იქ. კარტერიდან არის სობელი ნეტა? ამის გარდა გაჟორნის წერტილი თუ ჩანს რამე ეგ მაინტერესებს მე. ჯერა. როგორ მარჯვნივ არის გახოხებული სუხოი? ვა, პომპა მე მგონი შეცვლილია, კონტინენტალი აყენი, აი ეს ორიგინალში კონტინენტალი მოყვება, მაგრამ ეს რაღაც ზედმეტად ახლად გამოიყურება. ო, აშკარად ახალია. ეგ კარგია. ერთი პლუსი ვიპოვეთ. კაი, ნახე ზედა გიტარიანად გვაქვს ჩვენ ვაფშე რა. თლიანად გვაქვს ყველაფერი. ზედა გიტარა რა გზოვზია? ხო. აპორნი გაია. სოფსი მოხალი. აპორნისა გაიფუაკ. მაგარია ძალიან. უდარნი ნაკარეჩნიკი გვაქვს. კაროჩე, ნახე, უნდა ჩავსვათ უდარნიდან, ტულკებიდან. უდარნი რომელია? აი ეს, შიდა არის უდარნი. ეს არის ნაკარეჩნიკი. ხო, შიგნიდან ჩავსხნა. შიგნიდან უნდა ჩავსნათ. რომ ბევრი არ ვიწოვოთ პირდაპირ და ახალი მივაყენოთ მე პირდაპირ და სხოდრაზოლს მე გავასწრებთ რა თქმა უნდა. ტულკებიდან უნდა ჩავხსნათ, ამ ტულკიდან, ზედა ტულკიდან უნდა ჩავხსნათ. ეს ტულკები და რაღაცები გავაცალოთ და პირდაპირ მივაყენოთ ახალი. ხო, სანამ ახალს მივაყენოთ, ამორტიზატორი გვაქვს საყიდელი. მოდი ახლა მე გავაძრობ notes და CS ჩავიცერი რა გვაქვს საყიდელი ამაზე. დავშალეთ მთლიანად სავალი ნაწილი წინ მარცხენა მხარეს, რა მხარეს დაზიანებული იყო და როგორც ვიცი ხოლმე უმეტეს შემთხვევაში ავტომობილებზე წინასწარ ნაწილების ყიდვა, ამაზე წინასწარ მქონდა ნაკიდი. ბარემ გამახსენდა Lions აქვს ესეთი მომსახურება, ეხლა არ ვიცი პროგრამულად დამატებულია თუ არა, მაგრამ აქვს ესეთი მომსახურება ამერიკაში, ანუ დილერი იქნებოდა ჩვეულებრივი მომხმარებელი, ამერიკაში ავტომობილს რომ შეიძენთ, თქვენ შეძენილი ავტომობილის მიხედვით გთავაზობენ სხვადასხვა ნაწილს, რომელიც დაზიანებაში აქვს ამ ავტომობილს, ანუ პირდაპირ რომელსაც ეთყობა რომ ეს ჭირს ეს ფარია გატეხილი, ბამპერია დაზიანებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავაზობენ რომ შეგიძლიათ ადგილობრივ ბაზარზეც მოიძიებენ, ანუ ადგილობრივ ბაზარზე მოძიებული და ამერიკის ბაზარზე მოძიებული შეთავაზებებია სრულიად ჩამოშლილი. შეგიძლიათ იქვე კალათში დააჭიროთ რომ ეს ნაწილი მინდა, ეს ნაწილი მინდა, ეს ნაწილი მინდა, თუ რა თქმა უნდა ფასი მოგწონთ და ფასზე მაქსიმალურს შვებიან რომ რაც შეიძლება კარგი ფასი შემოგთავაზონ, ანუ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო ფასი აქვთ ნაწილებზე, რაც შეიძლება რომ შემოგთავაზონ. აარჩევთ იმ ჩავონათვლიდან, პირდაპირ კალათში იქვე, ანუ მომხმარებლის პანელიდან ჩაყრით, ეს ნაწილები მივა ამერიკაში, ჩაიდება ავტომობილში და რეალურად ავტომობილი რო ჩამოვა, ნაწილის ღირებულებასაც მერე იხდით და ჩამოყვება ავტომობილს პირდაპირ თქვენი ნაწილები, ის რაც წინასწარ ვიცოდეთ რომ დაზიანებული იყო და რეალურად არის ხოლმე ნაწილები, აი მაგალითად კაპოტი, ბამპერი, კარი, საქარე მინა და რაღაც დეტალები, რომლის ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირიჭდება და რომელიც კონტეინერით სასურველია რომ წამოვიღოთ. სხვა ნაწილებიც არ არის ცუდი რომ კონტეინერით წამოვიღოთ, იმიტომ რომ საკმაოდ გაძვირდა ავიატრანსპორტირება და კილოზე 8, 9, 10 და даже $12 აქვს სხვადასხვა კომპანიას და მოცულობით თუ რამდენიმე კომპანია არსებობს, რომელიც პირდაპირ მოცულობით არ გითვლის და რაღაც კალკულაციებით გითვლის, მაგრამ მაინც გაცილებით ძვირიჭდება ვიდრე რეალური წონა იმ პროდუქტის და ნუ კაპოტი რო თვითმფრინავით მოგა, ყველა ხვდებით ალბათ რომ იაფი არ დაждდება და ამ შემთხვევაში Lions შეუძლია რომ პირდაპირ შეგიძინოთ ის ნაწილები, ანუ ასევე თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ, გააგზავნოთ და მანქანაში ჩაადებინოთ. რამდენი ვილაპარაკე?
მოკლედ, რომ ცოდნოდა მაგ სერვისის შესახებ ამერიკაში და კიდე ნახე, ბევრი სერვისის შესახებ არ ვიცოდი, რომელიც Lions აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია Lion-ით ავტომობილები მომყავს, და მიუხედავად იმისა, რომ Lion-ამდე საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ავტომობილების ჩამოყვანის, ამ სერვისების შესახებ, რომელიც Lions ჰქონდა, თუნდაც ნაწილის შეკვეთა, საერთოდ არ ვიცოდი და ნაწილის წამოღების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მქონდა და შესაბამისად აქ ვიყიდე მეშვიდე სერვისის, ანუ ამ ავტომობილისთვის უმეტესობა ნაწილი წინა მარცხენა მთლიანი სავალი ნაწილი შეძენილი მქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი და ძნელი საშუალებელი, რაც გამოდგა ჩემთვის, იყო წინა ბამპერი, რომელიც რომ ცოდნოდა აუცილებლად ამერიკიდან წამოვიღებდი, ანუ ამ სერვისის შესახებ რომ ცოდნოდა, იმიტომ რომ წინა ბამპერი აღდგენილ მდგომარეობაში M პაკეტის ვიყიდე და ჩემი საკუთარი $900 გადავიხადე. ანუ $900 მაქვს გადახდილი აი ამ მანქანის ბამპერში. მანქანაში მთლიანად $2400 მივეცი. მარტივად რა შევადაროთ რა, რაში რა მაგ გადახდილი. და რატო გადავიხადე ეს თანხა? ფიზიკურად M პაკეტი მეშვიდე სერიის ტაივანის ნაწილები არ არსებობს, ანუ ბუნებაში არ არის ეგეთი რაღაც. შესაბამისად თუ ყიდულობ უნდა იყიდო აუცილებლად ორიგინალი და აუცილებლად ორიგინალით სამთლით არის აძებნი, რომ იშოვო საერთოდ. მე მაგალითად სანამ მანქანა ჩამოვიდო და თვენახევარი ვეძებე ეს ნაწილი და შემთხვევით როცა გავარტყი რომ აი აქ იყო, მეთქი სხვა გზა აღარ არის და წავედი ვიყიდე ეს ნაწილი. მართალი რო გითხრათ, მას მე ერთი ბამპერი დაიდო გასაყიდად $600 და ეს თვალებიდან ცრემლები მოვდიოდა, იმიტომ რომ თან ის რაც დაიდო შავი იყო და ბიამისთვის თეთრი ბამპერი მქონდა ნაყიდი და $600-იანი ბამპერის ყიდვა, $600-იანი შავი ბამპერის ყიდვა აღარ მეჩვენა $900-იანი თეთრი ბამპერის ყიდვას, თუმცა ამერიკაში იყო საკმაოდ იაფად ამის ბამპერები და ვერ წამოვიღე ზუსტად მაგ მიზეზით, რომ ერთი ავიატრანსპორტირება ოხრათ უნდა დამიჯდეს, თვითმფრინავში არ დაიმტრეს, მოკლედ რა და ისევ ავდექი აქ გადავიხადე და ვიყიდე. ვიყიდე კაპოტიც, თეთრი კაპოტი შევიძინე ერთ-ერთი ავტომობილიდან, შევიძინე მარცხენა ფრთა, ეგრეთ წოდებული და ჩამოვიდა ავტომობილი. დავიწყეთ, ანუ ბოქსში შევაგორეთ, დავიწყეთ სავალი ნაწილის დაშლა, შევცვალეთ მარცხენა მხარე მთლიანი სავალი ნაწილი და გადავედით მერე ცხვირის აწყობაზე. სამწუხაროდ დისკი რაც ჩამოყვა ავტომობილს, ანუ დისკები რაც ჩამოყვა, წინა მარცხენა დისკი ძალიან დაზიანებული ჩამოვიდა და ამ დაზიანებული დისკის, ანუ ეს დაზიანებული დისკი ვარბენინე ჯერ აქა-იქა რომ გამეკეთებინა. ბოლოს გადავწყვიტე რომ არ ღირდა მაგ დისკის კეთება, იმიტომ რომ ზოგადად ანუ გადადუღებული დისკი ძალიან ბევრი მქონია ცხოვრებაში და ყველა ჯეზზე, ნუ გააჩნია ვინ აკეთებს და როგორ აკეთებს, მაგრამ ყავს რამდენიმე ადამიანი თბილისში, რომელიც მათ შორის ერთ-ერთი ზაზა გალბზე, კესაბურთალოზე, რომელსაც ვაკეთებინებ ხოლმე, რომ ადუღებინებ ჩემ დისკებს. უმეტეს შემთხვევაში 38-ზეც და ძალიან ბევრ მანქანაზე მეყენა გაგანიერებულიც, მათ შორის გადაჭრილი და გაგანიერებული დისკები, მთლიანად შემოკერილი, ეგრეთ წოდებული, შემოდუღებული, ეგრეთ წოდებული, მაგრამ ამ შემთხვევაში იმდენად ცუდად იყო დაზიანებული ამის დისკი, რომ ცენტრში დარხეული ქონდა და არ ღირდა მაგის კეთება. ცალად დისკი ვერ ვიშოვე და ამას ქარხმად მოყვა 19-იანები და წავედი და 20-იანები ვიყიდე პირდაპირ 4-ვე თავისი, ანუ მე-7 სერიის M პაკეტის ორიგინალები დავაყენე და მას მერე ბედნიერია ეს ავტომობილი დადის მაგ დისკებით. მაგრამ სანამ ამ დისკებს დავაყენებდი, იქითა ეზოში მეყარა ხან M4-ის ხან რის დისკი გამოვახოკიალე რომ რამენაირად წინ მარცხნივ დამეყენებინა და როცა სავალი ნაწილი უკვე აწყობილი იყო ბოქსიდან რამენაირად გამოგეყანა მანქანა, მაგრამ ვერ გამოვიყვანა. მოკლედ მომიწია დისკების ყიდვა, დავაყენე ეს დისკებიც. ასევე როცა უკვე ჩამოვიდა სავალი ნაწილში, აღმოაჩინეთ რომ ამორტიზატორიც დაზიანებული იყო, წავედი ამორტიზატორის საყიდლად და ბიჭებს ანუ ერთი მანქანა ყავდათ რა, საკუთარი მანქანა ყავდათ რეალურად დაშლილი და იქინა რაღაცებს ყიდნენ სავალი ნაწილის მაგ მანქანიდან მქონდა ნაყიდი კრილოს და კაპოტიც და რომ მივედი ამ ამორტიზატორის საყიდლად, ბოლოს ისე გამოვიდა რომ მთლიანი მანქანა ვიყიდე. ხო, ანუ მთლიანი მე-7 სერია F02 ვიყიდე, მოვიტანე და დავდე ეზოში, რომ იქიდან რაღაც ნაწილი რომ დაჭირებოდა, გადამეყენებინა და ტვინი აღარ მებურღა, წინ და უკან აღარ მერბინა. მადლობა ბიჭებს, კარგ ფასში მომცეს, სხვათა შორის ეგ მანქანა ძალიან და მართალია ბევრი ვერაფერი გამოვიყენე, მაგრამ ვინმეს ნაწილი თუ დაგჭირდეთ, რავი, მაქვს F02-ის ნაწილები მიყრია. ეს მარტივად რო ვთქვა, იმიტომ რომ ამას არაფერი აღარ ჭირდება, აწყობილია და თითქმის ერთი მანქანა დგას კიდე. მეგორი მოვჭი ხატავოის, ყოიცი. არა ძმა, რა ციცის. რა ციცის ძმა. რობოტი. სოსო! ვარდის კარი მოხურე გემო გამოდის. მოვიდე? რომ მოხვიდე რა უნდა გაქვს? რა ვიცი მე, სოსო ყვიროდი და. სოსო! მოჭი ხადო. სხვათა შორის მეგობრებო იშლება ის სიმსოთი. ხო, სიმსოთი შლით ვიროს თუ რავი დაგჭირდეთ. F0 სალონი გქონს კომფორტი. ცოტა გავაჩვენეთ შესკებ და ეგ. ხო, რა, კიწვენდა, ჩვენ ზოგადად ხვალ და კიწვენდაზე გადავდივარ. სხვანაირად შემოვა იმას ისეთი ღრმა კიწვენდა დაჭირდება რომ 300-ას
მისების ხალხი. ძალიან მაგრათა სწორებს ეხლა აღმოჩინეს, იმიტომ რომ ნაწილები რო. ეზოში დონორი იყენია. ეს ქონია, ეს ყველაფერი გადმოვიტანეთ იმერა. ეს გააღეკარები და შეაყენი რას მიყურე. მართალი ხარ. მოკლედ, ეს მანქანა მოვათრიე და ძალიან კომფორტული აღმოჩნდა, როცა ეზოში გიყენია მანქანა, რომელიდან შეიძლება ნაწილები მოხსნა და იმ მანქანას დავუყენე, რომელსაც აწყობ. აი, უკომფორტულესია. არც დაშლებში ვიდიხარ, არც ვიღაცას ურეკავ. ძვაც არ გპასუხობს არავინ, იმიტომ რომ შენ გვერდზე გადადიხარ, მოუშვებ შენი ხელთავ ნაწილს, მოიტანე და დააყენებ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ავტომობილს, მოკლედ, სავალი ნაწილის მერე გადავედით ცხვირის აწყობაზე, ცხვირის დეტალებიც ბევრი გადმოვიტანე იმ მანქანიდან და რაღაც დეტალების ყიდვა მომიწია ბათუმში, რაღაც დეტალების სხვადასხვა ადგილას საქართველოს მასშტაბით. აიწყო ცხვირი იმ დონეზე, რომ რადიატორები დადგა, სავალი ნაწილი დადგა და ავტომობილი გამოიყვანეთ ბოქსიდან, გამოყვანის დრო მოვიდა ბოქსიდან. მანამდე შეამჩნევდით, არ ვიცი კადრებში ედიტის დროს როგორ ჩაждდება, მაგრამ შეამჩნევდით, რომ ზეთები ქონდა ჩამოსული ამ ავტომობილს და ფიზიკურად არ ჩანდა ისეთი წერტილი, საიდანაც ზეთი გაზდიოდა, ანუ ერთ-ერთი ზედა ხუფის ჩასასხმელიდან, ანუ ზეთის ფილტრი სადაც იდება, იქიდან ჩანდა ნაჟონი და ჩავთვალე, რომ იქიდან იყო პრობლემა. მაინც 1 ლიტრა თუ 2 ლიტრა ჩავამატეთ ზეთის სანამ მანქანას დავქოქავდით და გამოიყვანეთ დიდ ბოქსიდან. დავქოქეთ ავტომობილი, გამოიყვანეთ ბოქსიდან და BMW. თქვენ ცოტა ხوار ყლებში რავი საკაი. შეიძლება დახრას ხედავს? აი, მაცადე. გაიცი ერთს. აი, ვიცა ეს დებილობა მოიფიქრა რა. აი, ეს კაცი უნდა დაიჭირო და ცემო. მანქანა უნდა გააცხელო. რომ ძრავი ზეთის რაოდენობა გაზომო. დედა თუ დავსტუკე მე რაღაცი მაინტერესებს ზეთის რაოდენობა. არა. ვერ გავზომო. და იმას წევს თვითონ, აბაროთ? ხო, რა თვითონ წევს რომ შენ გაზომოს რა. ამის დალბაია შეიძლება დავატირე. ზეთის დაჭირო გამოყენოთ, რა თქმა უნდა, მაგის შანსი არის. რა თქმა უნდა. ეს ხომ BMW-ა და ჯაი მაგრამ просто ვერ ხვდები მართლა რა. სხვა ბრენდები თუ ინარჩუნებენ იმას, რომ კონდეთ ზეთის შუპი, რომელსაც მიხვალ შეამოწმებ და ნახავ ფიზიკურად ზეთი რამდენი დგას. აქ რატო არ შეიძლებოდა რომ დაეტოვებინათ? ანუ აი, სულ მინდოდა ეს კითხვა დამესვა რა. არ ვიცი, ოდესმე ვინმე BMW წარმომადგენელი ამ ვიდეოს ნახავს თუ არა, მაგრამ თუ ნახავთ, გეხვეწებით, ამიხსენით რა დაგიშავათ ზეთის შუპმა. ანუ რატო გადაწყვიტეთ, რომ ზეთის შუპი მანქანას არ ჭირდება? ანუ რატო გადაწყვიტეთ, რომ მანქანა უნდა დაიქოქოს, გათბეს, რომ ზეთის რაოდენობა შევამოწმო? ანუ როგორ უნდა გავიგო? ნახე, მარტივი კითხვა მაქვს რა, აუცილებლად ზეთი უნდა დაცალო მანქანიდან, ლიზბონში, რა ქვია, ბაჩონკაში გაზომო და მე უკან ჩაასხა თუ არ იცი იქ რამდენია სხე, ანუ რამდენს ჭამს, როგორ ჭამს, როცა არ იცი რა ფიზიკურად, ან პირობითად რაღაცა დაგეღვარა, ან რაღაცა მოხდა, ანუ ზეთის გადამოწმება გჭირდება. თუ ისეთ მაგარ მანქანებს და ძრავებს უშვებთ, რომ აი ზეთის შემოწმება არ ჭირდება არაძოს რა, აი BMW-ში არავის არ უნახია, რომ ზეთის შემოწმება ჭირდება, 100 ძახი შემოწმება. ჩაასხი 20.000 ატარე ხმას არ ამოიღებს, დაკლებულ. რას ლაპარაკობთ, ხო? ბიჭო შეიძლება რაშია ჩეპეიცი, ეხლა მე ბენზინზე არ მიზომია არასდროს. უბრალოდ რაზეც გაზომილი მაქვს, რავი, ყველაზე ჩვეულებრივი გაიზომო და იქ რო წეს რომ სამუშაო ტემპერატურაზეო შეიძლება რასაკეთებს ისი შენ რო ბრუნზე გაუშვებ ტემპერატურას დაბლა აგდებს და აღარ ზომავს მაგის გამო. ზეთი გვაყლია ბ***ლივი. აი იმდენი ვიწვალეთ იმით რომ გაგვიგო რომ ზეთი გვაყლია. მინიმუმზე. ხო, მინიმუმზე ქვემოთა. ამათი დედასა სიმე, აი ამათი დედა მართლა რა. აი ხლა ზეთის ნიხვატკაზე რო დასტუკულიყო რა უნდა მექნა. ანუ მანქანა ნახე მსგავსი იდიოტობა როგორ უნდა მოახერხო. მანქანაზე თუ არ დაქოქე და მუშა ტემპერატურამდე არ აიყვანე ვერიგებ ზეთი ნორმაზე გისხია თუ არა. და თან სერვის ფუნქციითაც არ გაქვს შემოწმების საშუალება. ანუ ორიგინალი დიაგნოსტიკის აპარატურა რო გამოვიტანო ეხლა და შევაერთო, მაინც ვერ შევამოწმებ ზეთი როგორ მაქვს. ანუ ვერ გავიგებ ვერანაირად. ზეთი მაგ, არ მაგ, არ ვიცი რა. ესა რა ქვია, გალფის კატალოგში ვნახოთ ზეთი რა მიდის ამაში. N55-ში და იმედი მაქვს გვექნება და ჩავასხოთ. არა, გაზომა, მინიმუმზე დაბლა იყო. გააცითრა. იმენა გააცითრა. ანუ ზოგადად აყვითლებს ხოლმე რა, ზეთი როცა ცოტაა რა, როცა აკლია. ეხლა ვამუშავეთ ერთი ალბათ 2 ლიტრა აკლია ამდენ. არ ვიცი რა. ისე ხო ისეთი ძრავი აქვს დაწყობილი რა, აი N55 არაფერი არ მოსდის ზმაო და რა თუნდა ამას ზეთის შემოწმება. რა გეგონება M13-ია ეს დედა. რატო გევასება M57-იო? როგორც მინიმუმ შუპი აქვს მაგ დედას. ზეთი ასხია თუ არა გაიგებ. რანაირად შეიძლება მანქანა ანუ ავტომობილის ძრავს უშვებდე, რომელშიც ზეთი არ მოწუდება, სანამ არ გათბება ეს ძრავი, სანამ დედა არ მოეთ და მერე სანამ პრიბორზე არ დაგიწერს, ანუ მონიტორზე სანამ არ გადაჩეკავ და თან იმისთვის რომ გადაჩეკოს ზეთი რამდენია მანქანაში 2000 ბრუნზე უნდა აწიოს და ამუშაოს.
რომ მიხვდეს ზეთი რამდენი ასხია ძრავში. ანუ პირდაპირ გითხარით, რომ ესე ავიღოთ რაღაც დიმექსიდი ჩავასხათ ძრავში და დედამ ჩვენი თვიზავთ, თუ რაღაც გვაწვალე და ეს შუპის გაქრობა იქ მონიტორზე ეს დააწერეთ რა. იყიდეთ BMW, ჩაასხი დიმექსიდი, გაუბედურეთ ძრავი. რა საჭიროა მანდ ეხა ზეთის მოწმობა, რამდენი ასხია და რამდენი არ ასხია. მოკლედ ანუ ტვინი წაიღეთ რა. მართლა ვერ ხვდებით, ანუ რა ჩანაფიქსსაც ვერ ხვდები. რატომ შეიძლება რომ მანქანას არ დაუყენო ზეთის შუპი? რას გიშლის? ანუ 1 მილი არა გაქვს, მე გამოგიგზავნით აი ეს მილი. აიღეთ ჩაარჭე რა რომ გავიგოთ ზეთი რამდენია. მოკლედ, მანქანის ბოქსიდან გამოყვანეთ რომ მოვიდა, ჩვენი გულთმისნობით რაღაც ზეთი ჩავასხეთ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გავიგეთ რა რაოდენობა გვესხა ან არ გვესხა, ან ვაფშე რა ხდებოდა საერთოდ მანქანაში, იმიტომ რომ შუპი არ გვაქვს. გამოვიყვანე მანქანა, დავქოქე, გავათბე, ვამოწმებ ზეთს, მეუბნება რომ ზეთი არ არის. ნუ, კიდე ჩავამატე. ლიტრა. კიდე ვამოწმებ, კიდე მეუბნება რომ ზეთი არ არის. კიდე ლიტრა ჩავამატე. კიდე ვამოწმებ, კიდე მეუბნება რომ ზეთი არ არის. კიდე ლიტრა ჩავამატე და მე დავფიქრდი, ბიჭო, მეთქი ანუ სენსორი ხო არა აქვს გაფუჭებული. დიაგნოსტიკით შევდივარ, უყურებ სენსორი ცოცხალია. საერთოდ ანუ კონტაქტზეც გამოდის, ვოლტაჟსაც კითხულობს, არანაირი პრობლემა არ აქვს. მეუბნება რომ ზეთი არ არის. ბიჭო, ვასხავ ამ ზეთს მანქანაში, კიდე ზეთი არ არის. ჩავასხავ, კიდე ზეთი არ არის. ღამეა უკვე გარეთ დგას ავტომობილი ბოქსიდან გამოგორებული და გვინდა რომ ავტომობილი გავიარო და ამიტომ ვამოწმოთ ზეთი. რამდენზეა რომ სანამ მანქანა ზადმე წავიყვანთ, ზეთი გქონდეს ნორმაში, რომ რაღაცა არ გავაფუჭოთ რა. ასევე თან წყლის სისტემასაც მაგ დროს გაგრილების სისტემასაც მაგ დროს დავდეთ რომ გაგრილდეს ავტომობილი და რამენერად შევძლოთ ამ ავტომობილით სიარული. მოდი შევაყენოთ და ჩამოვასხათ რა. ნუ ჯობია. ხო, იმიტომ რომ ეს არის რა ქვია, ვერ ვიგებთ რა ხდება რა. და ამის ხა უზეთობით გაფუჭება შეიძლება მართლა არასხია შიგნით რა. და თან დავათვალიეროთ კიდე რამე კვალი ხო არ გაიჩიტა. აი შენი სულ ახალია წუწებიც ახალია. და ძალიან ცივი რატო? ჰა? ცივია? ხო. ეგ მაგარი ნავარო თქო. ხავში გავწმინდეს ხვევიდა? პაპომ გარი გაწმინდა რა. კი, აგერ იყო ეს შეთხილი და. ესე უნდა ყოფილიყო? შეთხილი იყო, სამი დღე ეგრეა შეთხილი. ხო, ჩემ თვალწი გაწმინდა და შეთხარა ეს. ხო. მაშინ ესე იგი ზეთი გაგვდის. საიდანაც. რაც კიდე ნახსოვია. ხო, იქაც აქცევია? ხო, ესე იგი აი რაოდენობრივად გაგვდის ზეთი. ეგო და გავიგოთ საიდან. ტურბინის გადამულობაში არის სვეტი. ხო. დაიბრიდა. დავიჯერო და უკან არ გოლავს. ვიხო გამოდიოდა უკან. არ გამოდიოდა ვაფშე. ვაფშე? ვაფშე. ახლა აქ ძაასოთ. ოპა, მოდი ბიჭო. ხო, კრონშტეინები არ არის. ძრავკები. მეტავ რატო გვაქვს ვიბრაციები, ხო? მოდი აქ. ლაპანეტუ. როგორ მოდგა? აბაზე დავსვი. დგა, არა, აგდია ქვია მაგას. კარტერი ხო არ არის გატეხილი და. აქედან მანახე ერთად. აა, კარტერი ყოფილა. აქ ეხა დაგროვილი ჩამოდის, აი აქ. არა, ნახე, არ ჩამოდის დაგროვილი. ნახე, აი აქ. კარტერია გატეხილი, ხლა. ხო. კი, აი უყურე, მოდი აქ შეხედე. აი კიდე შეხედე. უი. უც. Hello. It's me. ბოლოს აღმოჩნდა, რომ კარტერში ეს პატარა ნახრეტი, საიდანაც ეს ზეთი გაზდის, ოღონ გაზდის ბევრად ნაკლები, ვიდრე ჩვენ ვასხავთ და რეალურად რომ ბოლოს შევძელით ის, რომ ზეთი იმდენი ჩავასხეთ, რომ მანქანამ გადაამოწმა, დათვალა და ნახა, რომ სწორად არის ზეთი, მაგრამ იმდენი დრო გავიდა ამ ზეთის მოწმებაში, რომ ვერსად მანქანით ვეღარ წავედით, საბედნიეროდ ვერსად მანქანით ვეღარ წავედით, შემოვაყენეთ უკან ბოქსში, რომ ბოქსთან უფრო სწორედ რომ მოდი ხვალე გავიარო და ღამეა უკვე აზრი აღარ აქვს ეხა დღეს ამით მოდიალს და რას ხედავთ? ქვეშ პატარა ესეთი ზეთის ზოლი მოდის, მოწანწკარებს. შევაყენეთ, ავწიეთ მანქანა, ნახეთ რაც იყო პრობლემა, დარტყმის დროს მარჯვენა პადმატორნი მოგლიჯა, ძრავი წინ გადმოიქნია და სადღაცა სტრავერს დასხოვდა კარტერით. და ერთი პატარა, აი როგორი ნახრეტიო, თან არსაიდან არ ჩანდა რა, საჭის მექანიზმის მოხსნა მოგვიწერა, ნახრეტი რეალურად დაგვენახა, სად იყო, იმიტომ რომ არც არ ჩანდა, პროსტა ზეთი წვეთავდა და დავდევით ამ კარტერს, საიდან გაზდის ზეთი. მოკლედ არ ვიცი რა, ანუ რა ლოგიკა იდო იმაში, რომ ზეთის შუპი არ კონდეს მანქანას, მართლა ვერ, ანუ სხვა მწარმოებლებს თუ აქვს და სხვა მწარმოებლები თუ ხვდებიან, რომ ზეთის შემოწმება მანქანას შეიძლება ადამიანს დაგჭირდეს, BMW-ში რატო ანუ მაგსაკეთეს დაჟე უნდა ჩავეძიო, რატო გადაწყვეტეს მიზეზი რა, რამ აიძულათ ეს დედა
რომ ზეთი შუბი არ ქონდა მანქანას. მოკლედ რა, ბოდიში ბევრი ვიბილ სიტყვავე, მაგრამ არ შემეძლო, იმიტომ რომ ის ემოციები გამახსენდა იქ რაც მჭირდა ამ მანქანის მოწმობისას, რომ რამენერად გამეგო ზეთი იდგა თუ არა მანქანაში, ანუ ძრავის დასტუკვამდე ვიყავით თითქმის მისული უკვე და რეალურად აი ესე მალმალე ზეთი რო არ გვემატებინა ჩვენი ინიციატივით და რო არ მერწმუნა რომ კაი დაჩიკი, ანუ სენსორი სწორად ზომავს და მოდი ჩავასხათ ზეთი, უეჭველი დასტუკვავდით. აი მე რო ვიფიქრე რომ სენსორის ბრალია, სენსორი ატრაკებს და ჩვენ ხო ამდენი ზეთი ჩავასხით და საუნდა წასულიყო მანქანას არაფერი არ ჭირს. მაგ შემთხვევაში ძრავის სიკვდილის ძალიან დიდი შანსი გქონდა, იმიტომ რომ უზეთოდ მოუწევდა მუშაობა. დაჟე უზეთოდ გვიმუშავები და ბოქსში ისე შემოგვიყვანია, მაგრამ კიდევ კაი გადარჩა შიგნით რაც იყო ზეთი, ის იმყოფინა, ანუ კარტერის ზედა წერტილში იყო დარტყმული და ქვევით ცოტა ზეთი იდგა, რომელიც ამოტანასაც ახერხებდა და რაღაც დონეზე პოხავდა სისტემას. კიდევ კარგი. მოკლედ, წავიყვანეთ მე თუნუქესთან ეს ავტომობილი, ანუ გავრეცხეთ, რაღაც მანქანას დავამსგავსეთ, მე თუნუქესთან გადავიყვანეთ. წინ კიდევ კარგი რომ დონორი მეყენა ეზოში მოვიდა, რაღაც ნაწილი მოვაჭერეთ, ანუ კუთხის ნაწილი რომელზეც ფრთა ადგება, წინა მხარე მოვაჭერეთ, იმიტომ რომ ამაზე ცოტა შეკეცილი იყო და გამოსწორებით ისეთი ლამაზი არ გამოვიდოდა, როგორც უნდა გამოსულიყო, პირდაპირ ზე გადავიტანეთ, დონორიდან მოჭრილი ნაწილი დავაყენეთ და მაგით სათუნუქეს სამუშაოები დასრულდა, წამოვიყვანეთ ავტომობილი, ცხვირის აწყობა გადაწყვიტეთ, რომ დაგვეზაზრებინა გვენახა რა როგორ დგებოდა, რომ მე გაგოშვა სამღებროზე და ისევ ჩამოსულიყო, აი ცხვირის აწყობამ წაიღო, მოკლედ არ მიყვარს რა ძრავი მირჩევნია ვაკეთო და მირჩევნია ორი ძრავი ავაწყო, ვიდრე ერთი მანქანის ცხვირი დავაზაზრო. ტესლაზეც მომიწია ცხვირის კეთება. მეშვიდე სერიაზეც მომიწია ცხვირის კეთება. და აი არ მიყვარს რა გარე დეტალებთან მანქანის კეთება არ მიყვარს. არ არის ჩემი საქმე, რაც არ არის ჩემი საქმე, არ არის ჩემი საქმე. აი ამის ბამპერებს დავაყენებთ, ამის შეღებაზე გადავყვები კიდე და იმედი მაქვს მეტი მანქანის ცხვირის აწყობა აღარ მომიწევს და არ დაზაზორება, არ მიყვარს. ეგ არ არის სასურველი საქმე. მოკლედ, წავიყვან, ანუ ცხვირი როგორც იქნა ავაწყეთ. აი, მაინც ესე იყურება და სხვათა შორის მას მე ვაკვირდები მეშვიდე სერიებს და ყველა ესე იყურება, რა ჭირთ ვერ გავიგე, არა ყველა ცხვირში დარტყმულია და ყველა ერთ ხარეს თუ. ანუ რა ხდება ვერ გავიგე. ჩვენ მეგობარს ყავს აქ მეშვიდე სერია F01 და იმისი კაპოტიც ესე დგას, რასაკეთებს ვერც ის ვერ გავიგეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის კაპოტიც მიუხედავად იმისა, რომ ეგრე დავაზაზრეთ ჩვენ ჭკვით, გავასწორეთ რაღაცები, გავუშვით, შევღებეთ და შინაურულად მანქანის შეღება არ ყოფილა თවත් კარგი ქმედება, აქამდეც გამოცდილებით რა თქმა უნდა ვიცოდით და კიდევ ერთხელ დავწმუნდი მაგ ყველაფერში, იმიტომ რომ საშინლად გამოიყურება, ალბათ მე რო შემეღება უკეთესი იქნებოდა მიუხედავად იმისა, რომ შეღებასთან არანაირი კავშირი არ გამაჩნია და არც მაქვს სურვილი რომ ვისწავლო. მაგრამ ანუ საშინელება რა კატასტროფაა და იმედია პალიროკაში ამოვა, ნახოთ ანუ მანქანები მივა და პოლირებაში იმედი მაქვს რომ მართლა ამოვა. დანარჩენი ანუ საკმაოდ ისეთი კარგი მანქანა გამოდგა, ძალიან კომფორტულია, ძალიან ვისიამოვნეთ ამ ავტომობილის და პატრონი დღემდე ძალიან ბედნიერია ყოველდღე ამ ავტომობილით რომ მოძრაობს და მეც მათ შორის და კიდე ჩვენ თლიანი საძმაკაცო ამ ავტომობილით ხშირად დავდივართ ხოლმე თენგოც ძალიან ბედნიერია და ესე დავდივართ ხოლმე უიმე წელმა დაისვენა აღარ მткиვა. მოკლედ ანუ მეშვიდე სერიას თავისი კომფორტი აქვს, თავისი სიამოვნება აქვს, რასაც ვერ დაუკარგავთ ფიზიკურად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს წარმოსახვაში რაღაც დონეზე მაინც ამ კლასში Mercedes-ი ჯობია, ხასიათი მაინც ამას თავისი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აი ეს არის ბარჟა, უზარმაზარია და საკმაოდ ესე ტლანქია. ეს კლასთან შედარებით მაინც ბევრად მანევრირებადი ტიპია. მოკლედ, ესე აიწყო ეს ავტომობილი, ყველამ ნახეთ როგორც აიწყო, ნუ აირბაგები რა თქმა უნდა არ გამორჩეს და ბარემ აირბაგებიც გამოცვალეთ, როგორც უნდა გამოგვეცვალა და არაფერი არ ჩაგვიკეცია, ჩაგვიპრესია და რაღაცები არ გიქნია, თუმცა ჩაკეცილი, ანუ აღდგენილ აირბაგს მაინც ვებხრობი და არანაირი პრობლემა არ არის აირბაგის აღდგენა. ხო, მუხლის ამაზეც აღუდგინე მათ შორის, მაგრამ ანუ აი ეს არ ჩაგვიჭრია, წინაღობა არ ჩაგვიყენებია რა. არ გვიქნია მარტივად რომ ვთქვა, უსაფრთხოება მუშაობს მანქანაზე როგორც უნდა მუშაობდეს. მერთმა დაიფაროს რამე დაიმართოს, მაგრამ თუ რამე დაიმართა, ყოველს გადარჩენის გაცილებით მეტი შანსი ექნება, ვიდრე უაერბაგო ავტომობილში ექნებოდა. მოკლედ, დღევანდელი ვიდეო სულ ეს იყო. დალაიქება, გამოწერა არ დაგავიწყდეთ, გათამაშება არ დაგავიწყდეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, შეგიძლიათ გადააზიაროთ. თუ ვინმე თქვენ მეგობარს ჩამოყავს ავტომობილები, რომელსაც არ აქვს ლაიონთან ურთიერთობა, შეგიძლიათ მისცეთ პირდაპირ ჩვენი ნომერი, დაგვირეკოს ისეთი პირობა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ფიზიკურად ბაზარზე მე მგონი მსგავსი არც არსებობს. ამიტომ გეოდებით, დროებით.